პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, უკვე ყოფილი თანამშრომლები შეიძლება ითქვას, მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ახორციელებს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშის წორებას, ვინაიდან როგორც ისინი ამბობენ, ისინი შეეწინააღმდეგნენ და გააპროტესტეს ირაკლი კობახიძის განცხადება 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე, რასაც მოჰყვა საჯარო მოხელეების პროტესტი, მათ საჯაროდ გამოთქვეს უკმაყოფილება ამ განცხადების გამო და მაშინაც თქვეს, რომ ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს და ასევე ისინი იყვნენ ხელმომწერები პეტიციისა, რომელიც გავრცელდა იმ დღეებში. დღეს აქ საქართველოს პარლამენტთან იყო კვლევითი ცენტრის 3 თანამშრომელი მოსული, რომლებმაც გააკეთეს განცხადება. ისინი ამბობენ, რომ კვლევითი ცენტრის სულ 5 თანამშრომელი იყო ისეთი, რომლებმაც გააკრიტიკეს ირაკლი კობახიძის განცხადება, თუმცა რა პოზიცია აქვს ცენტრის სხვა თანამშრომლებს, ჩვენთვის უცნობია. ამ ცენტრში, როგორც არის ჩვენთვის ცნობილი, 20-მდე პირი იყო სულ დასაქმებული.